სიცხე და ანუ ხმა და ესეთია და მე რომ კენოდა იჯობდა ამასაც კენოდა იმას და One thing I can tell it is they got to be free. Come together right now. ეს არის ვერ ვიტყვი რომ ცოტა ხნის წინ გამოცემული წიგნი 2 წლის წინ დაახლოებით გამოცემობა არტანუშმა გადაწყვიტა რომ დაეწყო ცნობილი და სახელგანთქმული და ყველასათვის ცნობილი მუსიკოსების ტექსტების გამოცემა თანამედროვე ენაზე რო ვთქვათ. ამ ტექსტებში ამის მათ ნაწარმოებში შევიდოდა როგორც ლექსები, მინიატურები, ავტობიოგრაფიული რომანი, ჩანაწერები და პირველი ამ სერიით გამოიცა ჯონ ლენონის როგორც მეწერება, რომელშიც ორი სიტყვით რომ ვთქვათ შედის მისი ლექსები, შედის მინიატურები, ჩანახატები, გონებამახვილური საკმაოდ ენობრივი ექსპერიმენტებით სავსე. ამ წიგნს პოლ მაკარტნის წინასიტყვაობა უძღვის წინ, სადაც პოლ მაკარტნი ამბობს, რომ შეცდება ის ადამიანი, ვინც რაიმე ისეთი რამის ძებნას დაიწყებს ამ წიგნში, არაექსპერიმენტული, ან ჯონ ლენონის მუსიკასთან მიახლოებულის. ეს სრულიად სხვა ტიპის წიგნია, სადაც კარგად ჩანს ჯონ ლენონი როგორც პოეტი, როგორც თავისუფალი ადამიანი. ძალიან ძნელია თქვა ერთი რამდენიმე სიტყვით როგორი წიგნია, 22 წიგნია და ნამდვილად თითოეული მკითხველი დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ტექსტს გადაშლის და დაიწყებს ამის კითხვას, ნახდება სავსებით სხვა რამ იმისგან განსხვავებული, რასაც შეიძლება ელოდეს ჯონ ლენონისგან. ეს იყო ერთგვარი პროტესტი, რომ გზა მიეცა თავისუფალი ფორმებისთვის, ასე ვთქვათ და თავისი ექსპერიმენტები ეჩვენებინა მკითხველისთვის. ის ერთგვარად ჟონგლიორობდა კიდეც წერის პროცესში. რაც შეეხება ენობრივ სირთულეებს თუ ექსპერიმენტებს, რაც ამ წიგნში არის, მთავარი სირთულე ჩემთვის პირადად რაც იყო ის არის, რომ სიტყვებს არ იყენებს მათ ჩვეულებრივ ფორმაში ავტორი, არამედ თავის ვარიანტებს გვთავაზობს. იმ შემთხვევაში გულისხმობს რაღაცა სიტყვას, თუმცა მარცვლეების იმდენად აქვს შეცვლილი ადგილი და გადაადგილებულია, რომ ძალიან რთული იყო ამოცნობა ხშირად რა უნდა ეგულისხმოს. მთავარი რაც არის გასაგებზე საუბრობ და განცელა მომიდა რომ მეც მეთაურის. ამ მთავარი გასაგები რაც უნდა გასაკვირი იყოს არის ქართულ პოეზიაში. კერძოდ კი 1920-იან წლებში იყო ფუტურისტული მიმდინარეობების ბუმი, იყო 51 გრადუსი ასეთი ჟურნალი, რომელიც ზდანევიჩმა გააკეთეს ერთ-ერთი ზდანევიჩის შემდეგ ფესტივალის ილუსტრაციაზეც მუშაობდა, ასე რომ ეს ვიცით ყველა. იყო მეორე ხაშორი SO4 ასეთი მწვავე სახელი, რომელიც იყო დადაისტ ფუტურისტები. ეს დადაისტებს ეძახდნენ თავიანთ თავს, მაგრამ სინამდვილეში იყვნენ ფუტურისტები. არ იყო მაშინ კარგად გარკვეული საქართველოში ეს მიმდინარეობები ერთი სიტყვით და ნაზავი იყო, სინთეზი იყო ამ დადაისტ ფუტურისტების, რომლებიც ზუსტად ამ ტიპის ენობრივ ექსპერიმენტებს აკეთებდნენ. ოღონდ პირობა რა თქმა უნდა სხვადასხვა იყო, ჯონ ლენონი თავისუფალ სამყაროში იყო, ქართველი დადაისტ ფუტურისტები იყვნენ ისეთ სამყაროში, სადაც თავისუფალი სიტყვა იყო ძალიან ძნელად მოსაძიებელი. აი ეს კონცეფცია დადაისტების და ფუტურისტების არის აქაც გამოყენებული. აი ნახატებიც კი არის სწორედ ფუტურისტული ძირითადად. მას თარი ხელისმტევანი არ ჰქონდა ომის შედეგი და დაბადების ღრეობაზე საჩუქრად კაუჩ პროტეზი მიიღო. ბობი მთელი ცხოვრება ოცნებობდა ამ კაუჩზე და 39 დაბადების ღრეობაზე მისი ოცნება ახდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ მარცხენა ხელის კაუჭი გამოუგზავნეს. არადა ყველა მიცოდა, რომ ბობის მარჯვენა ხელის მტევანი არ ჰქონდა. გამოსავალი უნდა მოეძებნა. ხოთა მცირედი ფიქრის შემდეგ მარცხენა ხელის მტევანი მოიშორა და კაუჭი იდეალურად მოირგო. ვინც ის ფიქრებ მომდევნო წელს მარჯვენა ხელის კაუჭიც მიიღოს. ჯონი იყო დიდი ესეთი სულიდაგულით, ანუ რევოლუციონერი, რა ვთქვათ, მაგრამ ასევე იყო დიდი რომანტიკოსიც გულის სილამში და უყვარდა რა ერთი რაღაცა.
მოგესალმებით.